ქართული სუვენირების გამოფენა ძველ თბილისში სიონის ბაღში 700-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენილია ქართული ჭედურობის ტიხრული მინაგრის ნიმუშები, ბატიკა და თექა. მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. მარიამ, კონკრეტულად რის ნახვა შეძლებენ მოსული დამთვალიერებლები გამოფენაზე? დიახ, კეთი, აქ მოსულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს მთელი დღის განმავლობაში გაეცნოს ქართული რეწვის ნიმუშებს, მოისმინოს ქართული ტრადიციული მუსიკა. Როგორც უკვე შენ თქვი, აქ არის წარმოდგენილი 700-მდე ქართული რეწვის ნიმუში. რაც შეეხება თვითონ გამოფენას, ეს იმართება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცირებული პროექტის მიერ, რომელსაც ქვია სუვენირები საქართველოში. ამ პროექტში ჩართულია 10-ობით ხელოვანი და მათ ყოველთვიურად საშუალება ექნებათ თავიანთი ნამუშევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში წარმოადგინონ. აქ დღესდილიდან არის უამრავი დამთვალიერებლები. სულ ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებოდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუაც, რომელმაც გამოფენა გაყიდვა დაათვალიერა. ჩვენ უკვე დაახლოებით 2 წელია, წელიწადზე მეტია, რაც ორგანიზებულად ეხმარებით ხალხურ მრეწველებს, იმიტომ რომ ტრადიცია ქართულ მასალაში, ქართული ოსტატობით მუშაობისა არ გაქრეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თუ რაღაცნაირად თაობიდან თაობაზე არ გადავიდა, უბრალოდ აღარ იარსებებს და ჩვენ გვაქვს უნიკალური მეთოდები მუშაობისა, როგორც ვიზუალურად, ისე ტექნოლოგიურად, ბუნებრივ მასალებში, თიხაში, თექაზე, აბრეშუმზე, ეს ყველაფერი მეტალში, ეს ყველაფერი საქართველოში ხდება 1000 წლეულებია. ჩვენ ვართ, როგორც იცით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც მეტალურგია დაიბადა და ამის გაქრობის ფუფუნება დღეს არ არის. ადგილზე შეუძლია ნახოს როგორ კეთდება კერამიკული პატარ-პატარა ნივთები, სუვენირები, თეფშები იქნება თუ ფიალა იქნება თუ სხვადასხვა ნივთი. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი აბრეშუმის ცხვირსახოცები, კატალოგში არის შესული ჩვენი შარფები და ეხლა ამჟამად ვაკეთებ აბრეშუმზე, ნატურალურ აბრეშუმზე ცხვირსახოთს. ხატავს სპეციალურ საღებავებში. დამთვალიერებელს სიონის ბაღში მოსვლა მთელი დღის განმავლობაში შეუძლია იმისთვის, რომ ქართული რეწვის ნიმუშები დაათვალიეროს. გამოფენა გაყიდვა აქ დღეს საღამოს 9 საათამდე გაგრძელდება. ალბათ მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.